ზამთარში ესე გარეთ ვინახავ ქოთნებს. ეს არის სამხრეთის მხარე, ბუნებრივი ნალექის იმედად ვარ, ერთმანეთს ათბობენ. ცოტა დახრა არ უშლი და მაგრამ ესეც იყოს, იმიტომ რომ მე ეს ნახეთ თუ ხედავთ სამშენებლო პარკებში, ტომბრებში ჩაყრილი მაქვს მთელი სეზონის განმავლობაში რაც გავმარგლე თავისი მიწიანად და ძველია ეს პარკები შედის წყალი, აქედან წარმოიქმნება მომავალი სეზონისთვის მულჩა, კომპოსტი, ადვილად დასამზადებელი მეთოდია. ნაგვის პარკებშიც ვამზადებ, ეს დასახვრეტი მაქვს, რომ წყალი ჩავიდეს შიგნით. ისინი ამას სითბოს შეუნარჩუნებენ. აი, ხედავთ? ლურჯავს ამაში გაზაფხულიდან 1-2 ჯერ დავაყენებ, მოთიბულ ბალახს ჩავყრი. სიმართლე გითხრათ, არაფერს არ უმატებ, ნაცარსაც კი არ უმატებ, იმიტომ რომ ნაცარი ტუტეს ხდის. ნიადაგს სითხეს და შესაბამისად მე მინდა ეს იყოს აზოტშემცველი საკვებივით მართალია უფრო ნაკლებად ძლიერია, ანუ ბალახის ნაყენს ვაყენებ, მოთიბულ ბალახს, ესე ვავსებ ნახევრამდე, ვასხამ წყალს, 2 კვირა ვტოვებ, შემდეგ ამ სითხეს 1 სითხეს 10 ლიტრ წყალში, ანუ 1 სათლში ვაზავებ და ვასხამ მცენარეებთან. ანუ ეს არის ჩემი ბუნებრივი საკვების კუთხე, არცაიდან არ ჩანს, ჩემი სახლის უკან არის. შესაბამისად ეს ადგილი ავირჩიე.